არსებული საქმეც დასრულებულია. დასრულებულია კი შეიძლება დაისვას წერტილი ეს მკაფიო. დიდი სქელი წერტილი ეს მუსიკებში და რა თქმა უნდა ხალიში. სუპერ კომბინირებული საქმე ეს ხო სუპერ სამუშაო შესრულება ეს თქვენ თოში აფასთ, მაგრამ სუპერ კომბინირება ეს ქვია რას? როცა გვაქვს ქვაბი, ცხელიწის მომზადება, ჰელიო სისტემა, გასხოთ ხო? ეს პატრიცემული მიდის ზუსტად მიზის კოლექტორებზე. და ამასობაში მართვა, ჭკვიანი მართვა smartphone-ით მართავ, ყველაფერს აი ამ პროცესებს ყველაფერს ვაკვირდებით, ვაკონტროლებთ, რომელი სართული ჩავთვალოთ, მეორე, მესამე თუ პირველი, რა ტემპერატურა მოდის ამასობაში, ამასაც ვაკონტროლებთ, როდის ჩავთვალოთ, როდის გამორთოთ, შეგვიძლია ჭკვიანი ეგრეთ წოდებული ალგორითმის ლოგიკური ალგორითმი ავაწყოთ. ამასობაში ეს პატრიცემული სიხშირული ტუმბო, ხო, ეს არის ჰელიო სისტემის მართვის საცირკულაციო ტუმბო, სხვადასხვა ერთადერთი რაც შევარჩიეთ და ამასობაში ჰელიო სისტემას ყველაზე ჯანსაღად მუშაობს. ის, რომელსაც მითითებულია კონოტაციაში, რომ ზის კოლექტორებზე დაშვებულია, რა თქმა უნდა, რაღაც მეორე თუ მესამე ცალი დაიწყო, ხო, ამასობაში თვალი არ იცის და მუშაობს იდეალურად, ვინაიდან ჩემი დასკვნით გავამა, რაც ჩემი დასკვნით შემიძლია დავასკვნო, ეს არის ეგრეთ წოდებული მაგნიტური იმპულსით, შეხება არ აქვს როტორ სტატორთან, ნაკლები დატვირთვალეს და მაგიტომაც არ იწვის. ჩემი ასე ვთქვათ, ხო, რეზოლუციას დავუდებდი, რომ ამასობაში არსებული ტუმბოები შეგვიძლია თავმად გამოვიყენოთ მზის კოლექტორებში, ჰელიო სისტემაში. რა არის კიდე აქ, ხო? უყურებთ ხო ამ პატრიცემულ device, რასაც ქვია UPS-ი, მშვენიერი მოწყობილობა და ამასობაში, ხო? ყველა იქ სადაც ხო, ამასობაში ეს გაფრთხილება არა, სადაც მზის კოლექტორები გვაქვს, ეს იქნება იქ დამონტაჟებული. სხვანაირად იქ არ მოვალ, ხო? ესე იყოს თუნდაც პრინციპში, ხო? ხელშეკრულებას არ გავაფორმებ. ვინაიდან ეს არის device-ი არსებული აუცილებელი. ჯერ ერთ იმიტომ რომ ხო, გამდინარე არის, გამდინარე ქვია იმას, რომ არაფერს გადატვირთვა, ინსტალირება არ ჭირდება, წავიდა დენი, აი ესეთი სახით, ხო, უხეშად წავიდა დენი, კი, 99% გვაქვს და ამით გვკვებავთ რას, ხო? თვითონაც ვაკვირდებით ამასობაში. წყალმარაგება ვრჩება ხო, წყლის გარეშე არჩევით, ადამიანებო, ამასობაში ეს პატრიცემული კიდე რას ქვევავს? გათოვის გარეშე არჩევით, ცხელიწის გარეშე არჩევით, ხო? გათოვის ერთწოდებული საცირკულაციო ტუმბოები მუშაობს, რას უმთავრესი და უმთავრესი არის ჰელიო სისტემა, გადადუღებაზე არ გადის. ვინაიდან ყველაზე მავნეობა ზაფხულში და არა მხოლოდ ზაფხულში, ხო, როცა გვაქვს ტემპერატურა, ის განიცდის, ხო, გადახურებას ვინა განიცდის რა, ეს ხო, ფიზიკური თვისება არის, ვინაიდან გახარჯვა, როცა გამორთება ტემპერატურის არ ხდება, ცვალებადობა არ ხდება, ის გადის დუღილზე. ამიტომ ეს პროცესი უკვე აღარ იქნება, ხო, ვინაიდან ეს პატრიცემული ჩაერთობა და აი სტატუსის რას ვთქვი, სადაც საშუალოდ 7 ხა ბევრი დაემატა, ხო, ამასობაში ამ არსებულ device-ზე არის დამონტაჟებული წარმოიდგინეთ მზის, რა ქვია, ჰელიო სისტემის მართვის ბლოკი. ამასობაში ჭკვიანი სახლის მართვის ბლოკი, ხო, რა თქმა უნდა, ეს საცირკულაციო ტუმბო პატრიცემულთან არის, ხო, წყვილში, ამასობაში აი ეს ორივე ნასოსი ქვაბი, ხო, თავისი რაც არის ქვაბი, ვინაიდან ქვაბი მიზადებს ხელწყალს და გათბობას გვაძლევს. ამასობაში ხო, ეგრეთ წოდებული წყლის დამარბილებელი კოლონას ამ პატრიცემულში UPS-ზე არის დაერთებული. მეტი რა გაგვინა, ხო? რა ვიცი, ხო, პარლამენტში ხوار ჩავწეროთ, დეპუტატად გავხადოთ. ვინაიდან კიდე ერთი ისა, რომ ჭკვიანი სახლის მართვის ბლოკს ამასობაში თავისიც აქვს, მაგრამ დენი რო წავა, Wi-Fi იკარგება, Wi-Fi-ს დაგაგოთ ჩვენ. არაფერში არ გვაწყობს, ამიტომ Wi-Fi აგრძელებს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში, გვაქვს. ესე იგი კავშირი და რომ სარქონეს ამასობაში ამ არსებულ აგრეგატს, სადაც ქვია ჭკვიანი მართვის ბლოკი, ამას ეგრეთ წოდებული GSM პორტიც აქვს. GSM პორტით შეგვიძლია შვენივრად, ხო, არსებულ device დავუკავშირდეთ უკვე SMS-ის სახით. გავაკონტროლოთ საკუთარ ფასში რა ხდება. მაგრამ ამ შემთხვევაში ამას უკვე არ საჭიროებს, ვინაიდან გვაქვს device-ი სახელწოდებით UPS, ხო, ხო, აი ჩვენიერი ხო, ამას მეტი რა ვიცი რა უნდა გააკეთოს ამ არსებულმა, ხო, device-მა, რასაც ქვია კიდე ჯერ ვიზახე UPS-ი, რომ შეგვინარჩუნოს კომფორტი, ხა წარმოიდგინეთ, ხო, საკუთარ სახლში, ხო, განსაკუთრებულად რაღაც არის განცალკევებული, როგორც ყოველთვის ეს როდის ხდება, ხო? ჭკვიანი მიმართულება მაგიტომაც ამოგონილი ყოველთვის ხდება მაშინ, როცა ეს არის აუცილებელი. ყინვარში ზამთარში, როცა სტუმარი მოგივა, ამასობაში აღამე, ხო, გემრიელად, ტკბილად გვძინავს და ამასობაში გაითიშა დენი და ყველაფერი დამთავრდა. ამასობაში ჩვენ შემთხვევაში არაფერი არ დამთავრდა, სითბო გვაქვს, ხელიწყალი გვაქვს, ინტერნეტი გვაქვს, მართვა გვაქვს, მეტი რა უნდა ქონდეს, რომ ბედნიერებას გვექნება. ამასობაში ვაბრუნებთ ხო არსებული ხა მიმართულებას არ დაგვავიწყდეს კვებაში და ის აგრძელებს ბედნიერად მუშაობას. ხო? გაიშვა სისტემამ და ამასობაში გუშინდელ ხო, გუშინ გვიან ღამე ჩავთეთ და ამასობაში უკვე
იატაკის გათბობა გვაქვს, ხო? გვახსოვს არსებულ ფარჩი, პირველი სართულის და მეორე მესამე სართულის, მესამე სართული რა თქმა უნდა ჯერ არის გათიშვილი, ვინაიდან არ საჭიროებს, ამიტომ ორივე საციკლო ასე თუ მუშაობაში არის და არსებული საქვაბე თავისი ელექტროგაყვანილობით, ხო? აი ესეთ, რა ვიცი, ჩვევია, ხო? კაია, ხო? როცა პრინციპში შემაძობაში მაგვირდები და გიორგი ყოჩა, ხო? ჩემი პოჩეკი უკვე შეგიძლიათ გამოისწოთ ხოლმე, ხო? აქ უკვე ჩვენი, ხო? ჩვენი პოჩეკია, ვინაიდან უკვე ელექტროობას ჩვენი მიმართულებაა, ელექტროობა არ იგულისხმება, ხო? ეს პატივცემული უკვე ლუკას რეზიდენცია არის, ლუკა ყოჩახ, ყველაშორის რესპექტი ამასობაში, ხო? მithქვია პრინციპში რომ ყავს ადამიანი, რომელსაც შემიძლია თამად ვენდოდა საერთო გაყვანილობა ელექტროფიკაციის, ხო? მობრძანა ბატონო ჩემთან და ყველაფერი რიგზე გექნებათ. ამასობაში ეს ჩვენი კომუნიკაციების, ამას ვქეს საქვაბე კომუნიკაციები, ეს სხვა არის. ამასობაში არაფერი არ უნდა გაიყვანოთ, ვინაიდან ის ზედმეტი არის, ხო? ვინაიდან ვერასოდეს, ხო? ვერასოდეს ვერ გავარტყავთ, ვინაიდან აჰა, ხო? ამასობაში 3-4, ხო? 4 ეგეწოდებული პორტი, ხო? დარჩა HR-ში. X3, ვინაიდან აქ ჭირდება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ჩვენი device და ყველაფერი არის არსებულ device-ზე უკვე აყვანილი. კონტროლში, ხო? ამას მიმართულებას კიდევ ჯერ ვიზახი, რომ ეს უნდა გავმართო, ხო? არსებული ჭკვიანი სახლის მართვის ბლოკით, აი რაც, ხო? ყველაზე აუცილებელი არის ყველაფერს მართავთ, ვაკონტროლებთ smartphone-ით, ქვაბის ჩართვა, გამართვა, ტემპერატურის აწევა, დაწევა, სართულების ჩართვა, გამართვა, კონტროლი ტემპერატურის, ჰელიო სისტემის კონტროლი, შეცდომაზე გავიდა ქვაბის შეცდომის მოხსნა, წნევა რამდენი გვაქვს, ტემპერატურა რამდენი გვაქვს, რომელ ტემპერატურაზე, რა ტემპერატურაზე მუშაობს, ეხლა ამ ეტაპზე მუშაობს ხელწყაზე თუ გათბობაზე და ასე შემდეგ. ხო? არ გვაქვს კიდე გვახსოვს ხო ეს არსებული უკვე აგრეგატი, რასაც ქვია აკვადარაჟის მთავარი მართვის ბლოკი, ის პატივცემულიც იქნება დაერთებული უკვე UPS-ზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხო, შეგვიძლია არც დავაერთოთ, ვინაიდან პრინციპში დამართვა, ხო, ამასობაში აი ამ არსებულ ფარში ძალიან დიდი ცვალებადობა არის დენის. ამიტომ ამ არსებულ, ხო, საუკეთესოებში ვიტყოდი მე device, რასაც ქვია UPS, ერთი ეს აქვს, რომ ჩამატებული აქვს სტაბილიზაცია. წარმოიდგინეთ ორი ერში სტაბილიზაცია, სტაბილური დენი ეს ქსელში, ხო, ამ აგრეგატებზე ეს არის უკვე აგრეგატების დაცვა და შემდეგ უკვე დენის წასვლის შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიზახი. გვაქვს დენი როცა გვაქვს კომფორტი, გათბობა, ცხელი წყალი, ხო, რა ვიცი მე რამდენჯერ გავიმეორო, არავის არაფერს ხო არ ვავალებ, მაგრამ ერთი ის კიდე იმას როდის ის კოლექტორები მექნება, ეს device იქ იქნება ყოველთვის. აუცილებლად იქნება ეს თქვენი კომფორტი იქნება და ხო იცით, კაი გამოთქმა ვის დამიჯერა, ყველა უმაღლესი მოეწყობო. რა ვიცი, ხო, დანარჩენი თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ, განმარტოთ, მე მეხალისება როცა არსებულ სისტემას ხო ნებისმიერი ჩვენი სისტემა არის საუკეთესოებში, არ არსებობს საუკეთესოებში, საუკეთესო ყველა საუკეთესო არის. ვინაიდან სულ ყველა არის საინტერესო გამოწვევა. ამასობაში როცა უკლავდები და ადამიანი როცა ჩართავ და ის უკვე იმართებს, ხო, ეგრეთ წოდებული პოლუაბაროტა ამას ქვია, კაი, ხო, ნახევარ ბრუნით სისტემა უკვე, ხო, იშვებს და ამასობაში სისტემა უკვე იღებს უკვე მონაწილეობას, რასაც ქვია უკვე, ხო, დამკვეთვისთვის კომფორტი, ამას სასიხარულო არაფერი არა. როგორც ყოველთვის, დადებით ნოტაზე, ხო, აი ამ დადებით ნოტაზე, კეთილი და პატიოსანი და ყველა ესეთ საკვებების პრინციპში უკვე მიმართულებაში ესეთი პოსტები დაგედებათ, ამიტომ ვისაც გნებავთ, იცით, ხო, ამასობაში კავშირის გაქვთ, საკონტაქტო გაქვთ, მობრძანდით და თქვენს გექნებათ აი ესეთი საკვებები. კეთილი და პატიოსანი და მომავალ შეხვედრამდე.